დავით მიგროთ გვარსაბა არ კავშიროსნოსამი და დღეს როგორც თქვენ უკვე ალბათ მივხვდით ამ ვიდეოს დასახელებიდან ჩემს უკან არის განლაგებული ყველაზე მთავარი ფერმერების ბაზა მინიკრაფტში და მეგობრებო თქვენ ალბათ უკვე დაინახეთ ჩემს ჯიბეში ასეთი ფურცელი და ეს ფურცელი მეგობრებო არის დოკუმენტი და თქვენ გონი უკვე გაგიჩნდებათ კითხვა თუ რისი დოკუმენტია ეს საერთოდ მოგეთ ახლა ყველაფერს აგიხსნით მოკლედ ეს დოკუმენტი არის იმისი რომ მე ვარ მეგობრებო წარმოგიდგენთ მე გავხდი ამ მთავარი ფერმერების ბაზის მთავარი ერთი დღით. დიდი სამწუხაროდ ერთი დღით, მაგრამ მე უფრო მეტი ვიდრე მეყოფა მართლა მეგობრებო ეს ერთი დღე. მოკლედ, აქეთ ახლა როგორ გამოვიდა ასე. ის ფერმერი, ანუ ის მთავარი, რომელიც საერთოდ ხელმძღვანელობს აი ამ ბაზაზე, ამ ფერმერების ბაზაზე, წასული არის რომელიღაც ძალიან მთავარ ფერმერების ფესტივალზე, რომლის გაცნობა სასაკველი არ შეეძლო. და მაგ ფერმერს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ მეგობრებო თქვენ არ გეგონოთ რომ ეს ის ჩვენი ფერმერის წინიკია, რომელიც ცხოვრობს ჩვენ სოფელში, ეს საერთოდ სხვა ფერმერია, მაგრამ მაგასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოკლედ დამაბარა, ასე ვთქვათ, მთხოვა რომ ერთი დღით ავიღო, ასე ვთქვათ, ამ ბაზის ხელმძღვანელობა ჩემს ხელებში, თან მან კარგად იცის, ასე ვთქვათ, ჩემი გამოცდილება ფერმერების სამუშაოზე და მე რასაკვირველია მეგობრებო ეგრევე დავთანხმდი და თან მეგობრებო ასე ვთქვათ ვიღებ თქვენთვის ამ ვიდეოს მოით უკვე დავიწყოთ და თქვენ გონი გაგიჩნდებათ აგრეთვე კითხვა თუ რა ადამიანები არის ეს მეგობრებო ეს არის მცველები წარმოგიდგენთ შეგეთ თავარ შესასვლელთან უკვე არის შეგეთ 1 2 3 4 8 მცველი და წარმოიდგინეთ კიდე უკანა ესო მარცხენა გვერდი მარჯვენა გვერდი მოგეთ ყველგან არის მცველები ეს იმისთვის რადგან ეს არის ყველაზე მთავარი ბაზა ფერმერების რომ ყველგან უნდა იყოს ესე ყველა მხრიდან დაცული მოით უკვე შევიდეთ და თქვენ ალბათ უკვე დაინახეთ ასევე ჩემს ჩემს ჯიბეში ასეთი რაღაც ღილაკი ასეთი გასაღები ეს მეგობრებო გასაღები არის საიდუმლო ოთახიდან და თქვენ მაგ საიდუმლო ოთახს მე აუცილებლად გავხსნი ვიდეოს ბოლოს ეს საიდუმლო ოთახი არის განლაგებული სადღაც მეორე სართულზე როგორც მითხრა იმ თავარმა ამ ფერმერის ბაზაზე მოით უკვე შევიდეთ და რა მინდა გითხრათ ეს ბაზა მართლა არის ძალიან მასიური. შეგეთ მეგობრებო რა მხელა უბრალოდ როგორც სიგანეში, ასევე სიგრძეში იქნება 100%-იანი ამხელავე. მაგრამ მეგობრებო მე აქ ხედავ რაღაც პატარა სახლს თუ რაც არის რაღაც მშენებლობა პატარა და გონი მეგობრებო მივხვდი აი უკვე წარმოგიდგენთ უკვე მხოლოდ დავიწყე ვიდეო და ჩვენ უკვე ვხედავთ აქ ცხოველების ფერმას ვაუ შეგედაკ შეგიძლია შეხვიდეთ და ნუ კაპრიზში არ გავაღოთ უფრო კარგია ძროხები ცხვრები და ქათმები და აქ კიდე რაღაც ყუთი გასაგებია ეს მეგობრებო მოგეთ საჭმელები და აქ ხომ მოგეთ აქ ხორბლის თესლები და ხორბალი ქათმებისთვის და ასე შემდეგ პრინციპში ტაქს ამიზოში აღარაფერი ხო იქ უკვე პრინციპში აღარ არის და იქ შეგეთ მეგობრებო რა მხელა ესოა მაგრამ იცით რა ამიზოზე შეიძლებოდა კიდე რამოდენიმე ცხოველების ფერმის გაკეთება იქ რამოდენიმე უბრალო ფერმის გაკეთება ტაქს და ნუ პრინციპში ხომ აქაც არაფერია ხო ერთ-ერთი ეს ცხოველების ფერმა მეგობრებო უკვე შევიდეთ მე უკვე უბრალოდ ხელები ისე მეფხანება რომ უკვე შევიდე ამ ფერმერების ბაზაზე მოით 3 2 1 და შევდივართ ასე შეგეთ მეგობრებო რკინის კარი რასაკვირველია ამ ხელა შეგეთ მეგობრებო რამ ხელა შემოსასვლელია ასე გრძელდება მოდით შევიდეთ პირველივე ოთახში მაგალითად აქ და პირველივე ოთახში მეგობრებო ჩვენ უკვე ვხედავთ ფერმას მაგრამ მეგობრებო მე ვიცი ყველაზე მთავარი ფერმები არის განლაგებული მეორე სართულზე ამ თავარი ფერმერების ბაზაზე. მაგრამ მეგობრებო რასაკვირველია ეს უკვე იქნება ვიდეოს ბოლოსაკენ. მანამდე ჩვენ ნახოთ ასეთი უბრალო ფერმები რასაკვირველია მეგობრებო ეს აუცილებელია რომ იყოს ყველა ფერმასთან ამხელა ფანჯრები რადგან მეგობრებო მზის ენერგია ძალიან სჭირდება მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის. ნუ მეგობრებო თქვენგანს ეცოდინება რაც არის ფოტოსინთეზი და ვინც არ იცის მათთვის ახლავე ავხსნი. ფოტოსინთეზი ეს არის ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი
პროცესი, რომლის საშუალებითაც ხემცენარეები, იქ მაგალითად წყალმცენარეებიც კი მზის ენერგიას იღებენ და მაგ ენერგიას გარდაქმნიან ეგრეთ წოდებულ ქიმიურ ენერგიად და შემდეგ ამ მცენარეები ამ ენერგიას იყენებენ საკვების წარმოსაქმნელად. შეგიძლიათ პრინციპში დაგუგლოთ რომ დარწმუნეთ რომ მე არ გატყუებთ, იმიტომ რომ ეს წესითა და იგით ყველამ უნდა იცოდეს. ტაქს, ოკეი. აქ უკვე შეხედეთ მეგობრებო ასეთი მასიური ფერმები გასაგებია და აქ შეხედეთ მეგობრებო ასეთი პატარა ფერმები. მაგრამ მეგობრებო შეხედეთ, აქ ახლა ჯერჯერობით იზრდება გამოისხოთ ხორბალი და კარტოფილი. ანუ ჯერჯერობით ისეთი ფერმები არის, სადაც შეიძლება იყოს მაგათ საზამთრო, ასეთი რა, რაღაც ისეთი ხილები რა, რომლებიც მაგათად თვეში წელიწადში ერთხელა. Так, სოკი აქ ისევ ფერმები, ისევ რასაკვირველია ამხელა ფანჯრები, ეს აუცილებელია, მზის ენერგია წყალთან ერთად აუცილებელია. ой, აი მეგობრებო, აქ უკვე წამოვიდა ჭარხალი. ანუ რაღაც უკვე ასე ვთქვათ, ახალი ტაქს და აქაც ფერმები მეგობრებო, აი უბრალოდ აი ვერც კი წარმოიდგეთ, აი ისე აი 1000-ნაირი ემოციები მაქვს, მე უბრალოდ 1000-ნაირი ემოციები მაქვს. მე პარალელურად იმასთან რომ ვიღებ ამ თავარ ფერმების ბაზაზე ვიდეოს, აგრეთვე მე გავხდი ერთი დღით ამ თავარი ბაზის ასე ვთქვათ მფლობელი, ნუ მფლობელი როგორ მთავარი ასე ვთქვათ, ვინც ხელმძღვანელობს. მაგრამ რასაკვირველია მეგობრებო, ახლა ფერმერები არ არიან, იმიტომ მათთვის ახლა არის დასვენება და გაგიჟება. აი მეგობრებო, უკვე წამოვიდა ყველაზე აუ, მეგობრებო, ლამაზია. შეხედეთ ყვავილები. მე ვიცოდი, მე უბრალოდ ვიცოდი, რომ მთავარ ფერმების ბაზაზე არ შეიძლება რომ გამოტოვონ ხემცენარეები, შეხედეთ მეგობრებო, უბრალოდ ნაძვები, მუხები, რაღაც ყვავილები, ვარდები. ყველაფერი ასეთი ლამაზი პიონები, მზესუმზირები, ყველაფერი უბრალოდ მეგობრებო აქ რა მაზია ტაქს ერთს მეგობრებო ტაქს ერთს так იქ მეგობრებო აი წესით აი უნდა იყოს უკვე ყველაზე მთავარი ფერმები, მაგრამ აქედან დიდი სამწუხაროდ ვერ ხედავთ მეგობრებო, ფანჯარაც კი ღია ფანჯარაც კი გააკეთეს, ნუ რასაკვირველია იმისათვის რომ ხემცენარეებს ჰქონდეთ უფრო მეტი მზის ენერგია. ოკეი, ეს გასაგებია. ტაქს ამ ოთახში და მეგობრებო მგონი აი ამ ოთახში უკვე არის ტაქსტოპის რა არის? ეს უკვე მეგობრებო არის საზამთროს ღმერთო საზამთროს თესლები. ტაქს აქ ესეც საზამთროა? კი მეგობრებო, ესეც საზამთროა და ჭარხალთან ერთად. ტაქს, მაგრამ ჯერჯერობით ტაქს, აქაც მეგობრებო როგორც ხო, აქაც საზამთროა ჭარხალთან ერთად. აი მეგობრებო, უკვე წამოვიდა, აი წარმოიდგინეთ. მაის წამოვიდა უკვე საზამთრო. წარმოიდგინეთ. არა, უბრალოდ მგონი ვინც ცხოვრობს საქართველოში იცით რომ საზამთრო საერთოდ მოდის ივლისში. ხომ, ივლისში, აგვისტოს დასაწყისში, მაგრამ აქ მეგობრებო უკვე მოდის. წამოვიდეთ ამ თავარ ფერმების ბაზაზე უკვე მოდის და სხვადასხვა სოფლებში მიდის. ეს ხილი და ეს ჭარხები და ასე შემდეგ. მეგობრებო, ის საინტერესო ფაქტი. აი ჩემი ფერმებიდანაც კი სოფლიდან, ან ჩემი სოფლიდან რაც ფერმებია, მაქედან აი სტაფილო, ჭარხალის და კარტოფილის და ხორბლის ნაწილები 15% მოდის აი ამ ბაზაზე. წარმოიდგინეთ 15% ჩემი სოფლის ფერმებიდან მოდის აი ამ თავარ ბაზაზე. და დარჩენი უკვე 85% უკვე რასაკვირველია ჩვენი სოფლისთვის. აქ უკვე მეგობრებო სამზარეულო, ასეთი მაგიდები, ბლენდერი, ტაქს მაცივრები, ფეჩები, ნუ ეს გასაგებია, ონკანები აუცილებლად. ბოდიში გიხდით მეგობრებო, უბრალოდ მართლა ისეთი ემოციები მაქვს, რომ არ შემიძლია პირი დავმოწო, მაგიტომ დიდ ბოდიშს ვიხდი. აქ კიდე ყუთები სადაც უნდა იყოს პროდუქტები, ნუ მართლა სიავცე ახლა რასაკვირველია ახლა აქ არ არის არაფერი, იმიტომ რომ ახლა არავინ არ არის აქ და კიდე მეგობრებო ასე ვთქვათ, სადაც შეგიძლია მიირთვა საჭმელი, აი გამზადეს მზარეულებმა და აქ მიირთვა საჭმელი. შეხედეთ მეგობრებო, რამდენი მაგიდა და სკამებია ტაქს და აქ
ტაქს და აქაც იგივე ტაქს მოიცადეთ მეგობრებო ახლა დღეს ჩავრთავ აბა всё ასე უფრო კარგია ტაქს აქაც კიდე 3 მაგი და გასაგებია პრინციპში მეგობრებო ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ მეგობრებო წარმოვიდგეთ ჩვენ უკვე მივდივართ ტაქს stop ამ ოთახში უკვე ვიყავით ხო ტაქს ეს გამოის რაღაც საპირფარეშოა ხომ ტაქს ეს მეგობრებო ნახო და კი მეგობრებო ასეთი საპირფარეშოები ტაქს გასაგებია ყუთებიც ტაქს ნუ პრინციპში საპირფარეშო ასეთი ბონალური როგორც უნდა იყოს ასე ვთქვათ ყველა ასე ვთქვათ ფერმებთან ნუ ხო პრინციპში აქაც იგივე ტაქს და აქ უკვე რამდენი stop 1 2 3 4 5 6 7 10 11 12 13 14 15 ონკანი და გაგიჟება 5 6 7 8 9 10 სარეცხის მანქანა მაგრამ მეგობრებო შეხედეთ ამ ფერმაზე ამ ფერმების ბაზაზე მუშაობს 50-ზე მეტი ფერმერი და პრინციპში აქ არ არის გასაკვირი რომ ამდენი ონკანი საპირფარეშოები ამდენი საერთო მანქანები და ასეთი ამხელა სამზარეულოა მოით ახლა მეგობრებო წავიდეთ შემდეგ ეტაპზე და ეს უკვე მეგობრებო გამოის საძინებლებია ასე შეხედეთ მეგობრებო ნორმალური ტელევიზორებით შკაფებით რასაკვირველია აუცილებელია 2 შკაფი და ნორმალური ტელევიზორით მეგობრებო სიმართლე მოგითხრათ ძალიან კარგადაც ცხოვრობენ ტაქს შემდეგ აი აქ მეგობრებო მგონი უკვე ცხოვრობენ იცით როგორი აქ მოკეთ მეგობრებო არის დაყოფილი 3 კატეგორიად ფერმები ой, 2 კატეგორიად შეხედეთ, ეს არის დამწყებითი ფერმერები, მოკეთ შეხედეთ, დამწყებითი ფერმერები იღებენ 1 სტაკ 48 ისუმრუდიდან 1 სტაკ ისუმრუდიდან თვეში წარმოიდგინეთ. და ისეთი ფერმერები, რომლებიც უკვე 3 წელია, 4 წელია მუშაობენ, აი ასე, როგორც მე მაგალითად, აქ იღებენ 1 სტაკი 32 ისუმრუდიდან 2 სტაკი ისუმრუდიდან წარმოიდგინეთ. ტაქს და აქაც იგივე ოთახში შეხედეთ მეგობრებო წიგნებით უბრალოდ რაც გინდა ისაკეთე შეგიძლია ტელევიზორს უყურა შეგიძლია წიგნები წაიკითხო რაც გინდა ისაკეთე უბრალოდ ამ ფერმის ამ ბაზის ტერიტორიაზე ტაქს და აქ პრინციპში აქ ისევ ფერმები ბონავი ფერმები ოკეი ეს ყველაფერი გასაგებია ეს ყველაფერი რასაკვირველია კარგია მაგრამ მეგობრებო ჩვენ უკვე ავდივართ ყველაზე თავარ მეორე სართულზე ამ ბაზის მინი კრაფტში. და მოიც დავიწყოთ მეგობრებო მე ვიცი მგონი სადაც არის განლაგებული, იმიტომ ხო აქ 3 კარია და აქ ერთადერთი და მოიც მეგობრებო დავიწყოთ ამ კარიდან მგონი მეგობრებო მივხვდი რაც არის. ეს არის თავარი აი ამ ხელმძღვანელის ოთახი, რამხელა ტელევიზორი რამხელასაც მოიცეთ მეგობრებო უй რა რბილია ნეტავი ჩემს სოფელში იყოს ასეთი საწოლები ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი შეხედეთ მეგობრებო ყვავილები ყველაფერი განათებული ამხელა ფანჯრები ამხელა ტელევიზორი ბიბლიოთეკა სურათი საათები რასაკვირველია კომპიუტერი სადაც შეგიძლია გაგეძო რაც გინდა რასაკვირველია შკაფები და შენი საპირფარეშო დუშთან ერთად. ეს უბრალოდ როგორ კარგად ცხოვრობს მართლა ეს ხელმძღვანელი. ნეტავი მეც მასე ვიცხოვრო. ტაქს, ოკეი? კაი პრინციპში მოით უკვე გამოვიდეთ. გაგიჟავშაღეთ კიდე წითელი ნოხი რომ იყოს ასე ვთქვათ ყველაფერი ძალიან თბიად და მოით მეგობრებო შევიდეთ ყველაზე თავარ ოთახში და გაგიჟება. აი მეგობრებო ყველაზე თავარი ოთახი ამ ფერმაზე მინი კრაფტში. შეხედეთ რამდენი რაღაცა. აქ არის საზამთრო. უკვე მეგობრებო წამოვიდეთ შეხედეთ მეგობრებო. ეს უკვე არის გოგრა, კარტოფილი, ისა ხორბალი, საზამთრო, ხორბალი, კარტოფილი, სტაფილო და იქ საზამთრო კიდე. მოგეთ ამ ფერმაზე იზრდება. ეს ბაზა არის მართლა ყველაზე კარგი რაც კი შეიძლება იყოს საერთოდ მინი კრაფტში და ბოლო მეგობრებო ოთახი. რის გამოც მეგობრებო ასე ვთქვათ არის ეს გასაღები და მეგობრებო მოდით შემოვიდეთ რაღაც ყუთები და გაგიჟება მეგობრებო მგონი მე წარმოიდგინეთ მეგობრებო ეს ყუთები აი ამ ყუთებში სულ არის ეს ყუთები არის სულ გატენილი ალმასებით შემდეგ ისუმრუდები მეგობრებო შეხედეთ რამდენი ისუმრუდია შეხედეთ მეგობრებო ყველა ყუთი არის გატენილი ბოლომდე ისუმრუდებით. თან ეს ყუთი სულ ყოველ დღე ისება ისევ. მე უბრალოდ შოქში ვარ.
გაგიშება, მოგეთ მეგობრებო, ჩვენ მოგეთ დღეს მე ავიღებ ამ გასაღებს, იმიტომ არ შეიძლება აქ დატოვება. მოგეთ მეგობრებო, ჩვენ დღეს ნახეთ ყველაზე მთავარი ფერმერების ბაზა მინიკრაფტში. თუ მოგესწრებთ ლაიქეთ და თუ მოგესწრებთ ბაზას დალაიქეთ და თუ თქვენ მოგეწევათ ეს ვიდეო, მე აუცილებლად გავნაგრძობ ამ ბაზაზე ვიდეოების გადაღებას. მადლობა დიდის ამ ვიდეოს მომდე თუ მოგესწრებთ ლაიქეთ. მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.